იუსტიციის სახლი მოსახლეობისთვის საინტერესო აქციას მართავს. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები პირადობის მოწმობას უფასოდ მიიღებენ. ჩვენი სტუმრები არიან იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუა და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი. დილომშვიდობის დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოდით პირველ რიგში გითხარით, როდის დაიწყო აქცია და რამდენ ხანს გასტანს, როდის დასრულდება? აქცია დაიწყო 21 სექტემბერს და დასრულდება 10 ოქტომბერს. 21 აგვისტოს უკაცრავად და დასრულდება 10 ოქტომბერს. და იმ მომხმარებლებს, რომლებიც არიან რეგისტრაციიდან მოხსნილები, საშუალება აქვთ ამ პერიოდში გაიარონ რეგისტრაცია ახალ მისამართზე, ანუ ფაქტიურ მისამართზე, სადაც ცხოვრობენ და უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობები. რა მიზეზი აქვს ამ აქციას? პრინციპში ჩვენ უკვე გასაგებია უკვე ადამიანები, რომლებიც ის გადადიან სხვა საცხოვრებელში, საცხოვრებელს იცვლიან, მათ სჭირდებათ ახალი მოწმობა და თქვენ მათ აძლევთ საშუალებას, რომ ეს უმტკივნეულოდ და ფინანსებისთვის უფასოდ ეგ მოხდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც აქ არის ის რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი, ანუ არც ერთ მისამართზე არიან დარეგისტრირებული, არ აქვთ უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. შესაბამისად იმისთვის რომ ამ ადამიანებს ეს შესაძლებლობა მიეცეს, ჩვენ შევქმნით ეს სტიმული მათთვის, სადაც ქალბატონი საუბრობდა, რომ უფასოდ მივცეთ მათ პირადობის მოწმობა, ასევე გავათავისუფლოთ რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის დაგისრებული ჯარიმისგან და იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები გაივლიან რეგისტრაციას, აი ამ სტიმულით, ასე ვთქვათ, ჩვენ გვინდა ისინი მოვიყვანოთ ჩვენთან და აქვე დაუბრუნოთ უფლება არჩევნებში მონაწილეობის მიღების. თუ არის ამ ეტაპზე მონაცემები, რამდენი ადამიანი არის ამჯერად რეგისტრაციიდან მოხსნილი? სულ არის 100,000-მდე ადამიანი, რომელიც მოხსნილი არის რეგისტრაციიდან და ამ პერიოდში მათ აქვთ საშუალება მობრძანდნენ, გაიარონ რეგისტრაცია ახალ მისამართზე და აიღონ პირადობის ახალი მოწმობა. ხშირად ისმის კითხვა, თუ რა შემთხვევაში იხსნება ადამიანი რეგისტრაციიდან. პირველ რიგში იხსნება იმ შემთხვევაში, თუ ის თქვა გადავიდა ახალ საცხოვრებელ ბინაში და თქვა ახალი მფლობელის განცხადების საფუძველზე იხსნება ის ადამიანი რეგისტრაციიდან, ეს არის ძირითადი მიზეზი. გასაგებია 21 აგვისტოდან დაიწყო ეს აქცია, რამდენად ხანს? როგორ შეიცვალა თქვა სტატისტიკა, მოგმართავენ ის ადამიანები, ვისაც სურს ახალი ხელახლა გავლა რეგისტრაციის და შესაბამისად პირადობის მოწმობის აღება უფასოდ? ჯერჯერობით არის დაახლოებით 1500 განაცხადი, რაც ცხადია დიდი რიცხვი არ არის. და ჩვენ რეალურად ეხლა ვიწყებთ ძალიან აქტიურ კამპანიას, შესაბამის რეკლამურ როლიც დამზადება და გუშინ ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საჯარო გავხადეთ იმ ადამიანების სია, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან და ჩვენ ამით საშუალება მივეცით არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად არიან რეგისტრაციიდან მოხსნილი, ეს ინფორმაცია გაიგონ, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამაზე ზრუნავენ, ასევე შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში და ხმა მიაწოდინონ იმ ადამიანებს, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან, რაც მათი ძალიან დიდი თხოვნა და სურვილი იყო და ჩვენ ეს გუშინ საღამოს გავაკეთეთ, ასე რომ იმედი გვაქვს ახლა უფრო მეტი ადამიანი ისაგრებს ამ აქციის ფარგლებით, თუმცა ერთი რამაც არის აღსანიშნავი, ჩვენ როდესაც გავაკეთეთ სტატისტიკა ამ 100,000 რეგისტრაციიდან მოხსნილი ადამიანის. არ არის პატარა რიცხვი. პატარა რიცხვი არ არის, თუმცა მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 15 წელია 20,000 ადამიანი ამ 100,000-დან საერთოდ არ გამოჩენილა ჰორიზონტზე, ასე ვთქვათ, საერთოდ. ბოლო 5 წელია 70,000 ადამიანი არ გამოჩენილა და ბოლო 10 წელია 35,000 ადამიანი არ გამოჩენილა. ანუ რეალურად აქ შეიძლება ამ 100,000-ში ჩვენ საუბრობთ ისეთ ადამიანებზეც, რომლებიც მაგალითად 90 წლებში წავიდნენ რუსეთში, ფიზიკურად შეიძლება ვერთმა ყველა დიდხანს აცხოვროს, მაგრამ შეიძლება ზოგი გარდაიცვალა და ჩვენ ამის შესახებ დღეს არ ვიცით, ამიტომ რეალურად ეს პროცესი იმისთვისაც არის კარგი, რომ მართლა ვინც არსებობს და მართლა ვინც აპირებს რომ იყოს აქტიური ამომრჩეველი იქნება თუ მოქალაქე, იმათ მიეცემათ საშუალება რომ რეალურად დარეგისტრირდნენ, აქციისთაც ისარგებლონ, არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა. მე მგონი მშვენიერი ინიციატივაა, რომ სტიმული იქნება ნამდვილად იმ გაუჩინარებული ადამიანებისთვის. სად შეიძლება მივიდეს მოქალაქემ? მოქალაქეს პირველ რიგში ინფორმაცია, თქვა არის თუ არა რეგისტრაციიდან მოხსნილი, შეუძლია გადაამოწმოს იუსტიციის სახლის და სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდებზე, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე 240 10 10 და მიიღოს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მათ
ელოდებიან ამ სერვისის მისაღებად იუსტიციის სახლებში და სერვისების განვითარების სააგენტოებში. მათ უნდა გქონდეთ თან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ისინი რომ ის ქონება არის მათი საკუთრება. იმ შემთხვევაში თუ არ არის მათი საკუთრება, ვინის მესაკუთრის თანხმობა და ესეც თუ არ არის ეს ორი, მას შეუძლია მოიყვანოს ორი სრულწლოვანი მოქალაქე და ისინი თქვათ მოწმე თუ დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი ცხოვრობს ამ მისამართზე, ის ადამიანი დარეგისტრირდება ამ კონკრეტულ მისამართზე. კარგით, მაშინ რომ გამოვეოროთ მაყურებელს, როდის დაიწყო აქცია და როდის დასრულდება, რომ იცოდნენ სადამდე აქვთ მათ ვადა, რომ მივიდნენ ხელახლა დარეგისტრირდნენ და მიიღონ შესაბამისად პირადობის მოწმობა უფასოდ. 21 აგვისტოს დაიწყო აქცია და გაგრძელდება 10 ოქტომბრის ჩათვლით და 12 იუსტიციის სახლი და სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალები ელოდებიან ყველა მომხმარებელს. დილის 9-დან საღამოს 6 საათზე შაბათ-კვირის გარდა. თქვენ დავამატებ, რომ რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმება გარდა იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ჩვენს გუშინ გამოქვეყნებულ სიაში მოძებნონ თავიანთი თავი, ასევე შესაძლებელია როგორც ჩვენ ვებგვერდზე SDA-Go-ზე, ასევე იუსტიციის სახლის და CESCO-s ვებგვერდების საშუალებით შეუძლიათ გაიგონ არიან თუ არა რეგისტრაციიდან მოხსნილი, თუ არიან რეგისტრაციიდან მოხსნილი. გამიზეზით, ასე რომ აუნწურავ ინფორმაციასაც მიიღებენ ამის შესახებ. ბატონო ლევან, აქვე ვისარგებლებთ მაშინ თქვენი სტუმრობით და ბარემ გითხავთ აქვე ჩვენთან სტუდიაში, შევეხებით სრულიად სხვა თემას. თქვენი სააგენტოს ორგანიზებით ამ ეტაპზე რამდენი საზოგადოებრივი ცენტრია გახსნილი სოფლებში და თუ არის დაგეგმილი დამატება უახლოეს მომავალში? დღემდე გახსნილია დაახლოებით 10 საზოგადოებრივი ცენტრი, ძალიან ორიგინალური პროექტი გამოგვივიდა რეალურად ადგილობრივ თვითმმართველობებს ისეთ სოფლებში, რომლებიც შორს არის მოწყვეტილი არის რაიონული ცენტრიდან და მოსახლეობა სჭირდებოდა ძალიან ბევრჯერ გადაადგილება და დროის დაკარგვა იმისთვის, რომ სერვისი მიიღო. ადგილზევე შეუძლიათ ისარგებლონ ძალიან ბევრი მომსახურებით, როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის მომსახურებებით და თან ისე რომ თვითმმართველობას ეს დამატებითი თანხა არ უჯდება, იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორმა იჯარით აიღო, ასე ვთქვათ, ეს ადგილი და თვითმმართველობას რაღაცა შემოსავლის წყაროც კი გარკვეულწილად გაუჩნდა. აქ არის როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებები, მათ შორის პირადობა, პასპორტი, დაბადების მოწმობა და ამ შემდეგ დიდი სპექტრი, ასევე საჯარო რეესტრის, ბიზნესის რეგისტრაცია, სოციალური მომსახურების სააგენტო, პენსიებთან და შემწეობებთან დაკავშირებული მომსახურებები და ძალიან ბევრი კიდევ სხვა მომსახურება. თუმცა მთავარი რაც ჩვენ გვინდოდა იყო ის, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ სერვის ცენტრი და ეს მართლა საზოგადოებრივი ცენტრი ყოფილიყო და გარკვეული როლი ეთამაშა სოფლებში ზოგადად განვითარების კუთხით და ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება, რომ სხვადასხვა ინგლისური ენის შემსწავლელი თუ სხვადასხვა უნარების განვითარებისთვის სხვადასხვა ტრენინგები ჩატარებულიყო. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. იმედია რომ